როგორ გავიზომოთ წნევა მაშინ, როდესაც არ გვაქვს წნევის აპარატი და გვინდა გავიგოთ ჩვენი წნევა ნორმაშია, მაღალი გვაქვს თუ დაბალი, წამალი დავლიოთ თუ არ დავლიოთ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით ზუსტ ციფრებს ვერ გავიგებთ, რამდენი გვაქვს წნევა, მაგრამ გავიგებთ ჩვენი წნევა არის ნორმაში, მაღალი გვაქვს თუ დაბალი. ამისთვის ვდგებით კედელთან და მხოლოდ ხელის მტევნით მაქსიმალური ძალით ვაწვევით კედელს. ვინიშნავთ დროს ზუსტად 1 წუთი ვდგევართ ასე და შემდეგ 1 წუთის გასვლის შემდეგ უნდა შემოტრიალდე და ხელი თავის ნებაზე გაუშვა და ის ინერციით წავა, ნახეთ მე როგორი საინტერესო არის. ყველა შეგიძლიათ მოსინჯოთ, ზუსტად 1 წუთი რომ გავა, შემოტრიალდით და გაუშვით ხელი თავის ნებაზე. ეს მთელი ინერციით თვითონ მიდის. ამას ნამდვილად არ ველოდი. სადამდე წავიდა ჩემი ხელი. რაც იმას ნიშნავს, რომ წნევა მაქვს მაღალი. თუ ასე სწორად გაჩერდა გამკლავზე, ასე ვთქვათ, ეს არის ნორმალური. თუ დაბლა გაჩერდა, არის დაბალი წნევა და თუ აი ამ ნორმაზე ზევით წავა, მაშინ არის მაღალი წნევა. ახლა წავიდეთ და გადავამოწმოთ, იმიტომ რომ მე თვითონ დავეჭვდი, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და გამიკვირდა ჩემი ხელი, რომ მაღლა გაფრინდა. არ ველოდი, თან ორჯერ გადავამოწმე. გადავამოწმე ჩემი წნევა და აღმოჩნდა, რომ ამჟამად მაქვს 140 100-ზე, თუმცა მე ვატარებ ჩემი წნევა არის 170-ზე. არ მეკონა ახლა ნამდვილად ამხელა წნევა თუ დამიფიქსირდებოდა. ამიტომ აი ასე შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი წნევა მაღალი გვაქვს, დაბალი თუ ნორმაში. გავგზავნით ეს ვიდეო მათ, ვისაც ეს სჭირდება.